ამერიკის შეერთებულ შტატებში პენტაგონმა თავდაცვის გაძლიერებისთვის ამერიკის მთავრობისგან $1.5 ტრილიონი მოითხოვა, რაც ამერიკის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა. პენტაგონს ამ მოთხოვნისთვის მრავალი კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით ირანში მიმდინარე ომის ფონზე, რომელიც შეერთებულ შტატებს $29 მილიარდი უჯდება, რაც 2 კვირის წინანდელ შეფასებას $4 მილიარდი აღემატება. ბიუჯეტთან დაკავშირებით ომის მდივანი პიტ ჰექსეტი წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების ქვემო კომიტეტის წინაშე წარსდგა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი თანხა ისტორიულად მაღალია, ის თავდაცვის გაძლიერებისა და საომარი მოქმედებებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ წარვადგენთ $1.5 ტრილიონის დონობის ბიუჯეტს, რომელიც გარდაქმნის დეპარტამენტს და უზრუნველყოფს, რომ მომავალში თითოეულ მებრძოლს უბრალოდ ის ჰქონდეს, რაც მას ესაჭიროება, რომ ჩვენ თანაბარ ბრძოლაში არასოდეს ვიყოთ. 2025 წლის 20 იანვრის თანამდებობის დაკავებისას პრეზიდენტმა ტრამპმა ჩაიბარა თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რომელსაც წლების განმავლობაში ამერიკა უკანასკნელ რიგშის პოლიტიკამ დაასუსტა. შემცირდა ჩვენი ძალის ჩვენების შესაძლებლობები და პოტენციალი. წარმოების საზღვარგარეთ გადატანა, აუთსორსინგი, ხარჯების გადაჭარბება, დასუსტებული შესაძლებლობები. პრეზიდენტ ტრამპის ჩვენი მთავარი აღმაშენებლის ხელმძღვანელობით ამ სისტემურ დეგრადაციას უკან ვაბრუნებდა თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას კვლავ საომარ მზადყოფნაზე გადავიყვანთ. გადაუდებლობის განცდა განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ეს უწყება აკეთებს. ჩვენ აღვადგენთ ისეთ სამხედრო ძალას, რომელთაც ამერიკელი ხალხი იამაყებს, ძალას, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეებში შიშს, ხოლო ჩვენს მოკავშირეებში ნდობას აღწევს. სენატის ქვემკომიტეტში გამოსვლისას პიტ ჰექსეტს კრიტიკული კითხვები ომის ხარჯებსა და მისი დასრულების გეგმასთან დაკავშირებით ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. დემოკრატმა სენატორებმა ყურადღება არაერთხელ გაამახვილეს, რომ მიმდინარე ომი ამერიკის მოსახლეობის ჯიბეზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ირანში ომს მხოლოდ 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახური სიცოცხლე კი არ შეეწირა, ის ამერიკელ მოსახლეობასაც ძალიან ძვირი უჯდება. $10 მილიარდი და ეს თანხა კვლავ იზრდება. ეს არის ფული, რომელიც შეიძლებოდა ადამიანებს, მაგალითად ჯანდაცვას მოხმარებოდა. ამის ნაცვლად კი ჩვენ თანხას ვიხდით ბომბებში, რომლებიც იმ ომში გამოიყენება, რომელსაც ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ვიცი, რომ დღეს დილით თქვენმა გუნდმა განაცხადა, თითქოს ტრამპის ომი ირანთან ამ დროისთვის $29 მილიარდი დაჯდა. რეალურად ეს ზუსტად ის თანხაა, რაც ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის შესანარჩუნებლად იქნებოდა საჭირო. თუმცა, როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, აშკარად ჩანს, რომ ეს ხარჯთა რიცხვ საეჭვოდ დაბალია. თქვენ ოჯახების მძიმე შრომით გამომუშავებულ გადასახადებს ხარჯავთ ომზე, რომელსაც ბევრი მკაცრად ეწინააღმდეგება და ამავე დროს ხალხს აიძულებთ ბენზინში მეტი გადაიხადონ. მიუხედავად ამისა, დღემდე არ წარმოგიდგენიათ ამ ომის ხარჯების რეალური დეტალური გაშლა. ახლა კონგრესს კიდევ $1.5 ტრილიონის გამოყოფას თხოვთ. ჩემთვის ეს მიუღებელია. დემოკრატმა სენატორებმა კოლეგებს რესპუბლიკური პარტიიდან მოუწოდეს პენტაგონის ამ აბსურდულ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირონ. მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ სენატი ომის დეპარტამენტზე წნეხს გაზრდის, რომ ამერიკელმა ხალხმა საბოლოოდ მიიღოს რეალური პასუხები, თუ მიმდინარე ომში რამდენს ხარჯავს შეერთებული შტატები.